მოკლედ დაბრუნდით პირდაპირ ეთერში და შეჯამებას თხოვ ირაკლი კორძაიათი ვიწყებ. ირაკლი, მე წეგან ჟურნალისტებს დაუსვი ასეთი კითხვა, რომ აი რას ეთყოდით თქო, რა შეკითხვები გაქვთ ხელისუფლებასთან. თქვენ რას ეთყოდით ხელისუფლებას, რა შეკითხვები? მე შეკითხვები ხელისუფლებასთან არ მაქვს. მე პირადად მაქვს მოთხოვნები ხელისუფლებასთან. ის ადამიანები, რომლებიც რამენაერად არიან კავშირში მომხდართან, აუცილებლად უნდა იქნენ დაჯილები მინიმუმ ალბათ თანამდებობები უნდა დატოვონ. თუ არა უფრო მძიმე უნდა იყოს მათი სასჯელი. ძალიან ვთხოვ საზოგადოებას, ნუ შენელდება მათში ინტერესი ამ საკითხის მიმართ, ნუ შევხედავთ ამას, აი ძალიან სამწუხაროა, ვიცი რომ ძალიან ბევრი ადამიანი ამას უყურებს, რომ რა მოხდა კაცო, ახლა ერთი აზერბაიჯანელი კაცია და ახლა ნუ გადაყევით ან ნუ გადაგვაყოლეთ. არასწორია ეს მიდგომა. ეს არის მართლა ჩვენი სირცხვილი. ყოველდღე უნდა მოვაწყოთ აქციები, ყოველდღე უნდა მივიდეთ. პარლამენტი იქნება, კანცელარია იქნება, თუ სუსი იქნება და ძალიან კარგი იქნება, თუ ამ აქციებს დაესწრებიან ისინი, ვინც ჩვენს მერე მოვლენ და ჩვენზე უკეთესები იქნებიან ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს. ვთხოვ რომ შემოგვიერთდნენ და ყოველდღე იარონ ჩვენთან ერთად ამ აქციებს. მადლობა დიდი. ბონდო, თქვენ? მე არანაირ შეკითხვა არ მაქვს ხელისუფლებასთან. არც იმ შეკითხვას ვუპასუხებ, ვერ ვუპასუხებ, პროფესორად მჯერა თუ არა ხელისუფლების განცხადებებს, იმიტომ რომ მე ვერ გავიგე, ვერანაირი ლოგიკა ვერ დავინახე ხელისუფლების ამ განცხადებებში და შესაბამისად დავიჯერო თუ არ დავიჯერო ამისი გარკვევა ძალიან ძნელია ამ გაუგებარ განცხადებებში. მე ვურჩევ ხელისუფლებას, რომ ასეთ საკითხებთან დაკავშირებით და სხვა ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით აუცილებლად ჩამოაყალიბონ პოზიცია, ვისთანაც იმასთან შეათანხმონ, როგორიც გნებავს იყოს ეს პოზიცია, მაგრამ იყოს გასაგები, რომ ჩვენ მოგვეწონოს ან არ მოგვეწონოს ეს განცხადება. ეს არ უნდა იყოს რაღაცა გაუგებარი, გაურკვეველი, ერთმანეთთან შეუთანხმებელი, ალოგიკური და აბსოლუტურად, როგორც წეგან აღნიშნე, ბოდვა. მაგრამ მე მაქვს ერთი შეკითხვა კიდე, ასე ვთქვათ, მეორე მხარესთან არ მინდა რომ ეს არ ვთქვა და ისე დამთავრდეს ეს გადაცემა. ეს ავგან მუხტარლი ალიევის რეჟიმს ებრძოდა ბაქოში და საქართველოსდანაც ალიევის რეჟიმს ებრძოდა? მე ამ შეკითხვაზე პასუხი ვერ მივიღე. შეიძლება მე გავცე პასუხი. დიახ. მე გავეცანი და იქამდეც ვიცნობდი ამ ადამიანის მოღვაწეობას მეტნაკლებად, არის ძალიან კარგი და ძალიან მაღალკვალიფიციური და ძალიან კომპეტენტური ვებგვერდი Maidan TV ქვია, სადაც ამ ადამიანის პუბლიკაციებია დაბეჭდილი ინგლისურ და რუსულ ენაზე, აზერბაიჯანულ ენაზეც თუ არ ვცდები. საქმე შეეხება ალიევების ოჯახის საქმიანობას და მათ შორის არის ძალიან ეტყობა, რომ მცოდნე ადამიანის დაწერილი წერილია, რომელმაც თემაში კარგად ჩაიხედა სიღრმისეულად ალიევების ოჯახის ინტერესი თბილისში კონკრეტულად, საქართველოში, სადაც საუბარია ორ სასტუმროზე, სადაც საუბარია მიწის ნაკვეთებზე და ნუ მოკლედ აი ესეთი მთელი შაუბნელი. ეს გასაგებია, მე მაინტერესებს ამ ადამიანს თუ ქონია რაიმე ინტერესი საინგილოში მცხოვრები ქართველების მიმართ მათი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით, როდესაც იქ მათი უფლებები საშინლად ირღვევა, ფაქტობრივად არაადამიანურ პირობებში არიან. ისინი ჩვენთან მოდიოდნენ წლების განმავლობაში სხვათა შორის და ვერც ბედავდნენ, რომ პირდაპირ ეთერში ამის თაობაზე ელაპარაკათ, მაგრამ გვიყვებოდნენ იმ ამბებს, როგორ ჩაგრავენ მათ აზერბაიჯანის სპეცსამსახურები და აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლები. საინგილოში მცხოვრებ ქართველებს. ამის თაობაზე არ ვიცი მე ეს ადამიანი მუშაობდა თუ არა. ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც მე მინდა ყურადღება გავამახვილო, აი წეგან მოკლედ ბონდო ნაციონალი საუბრობდა მაქსიმოვის ტყუილამფრქვევით ჩქარჩქარა რო ლაპარაკობს ჯაფარიძე და ეხლა იმას უნდა დავეთანხმო. ნაციონალი არ არის გირჩი. კარგი, ეხლა ინგა რა, ყველა გირჩი ერთ ნაცვლს ასხია და ასე არიან ნაცებიც, არა აქ ამას მნიშვნელობა, რას დაირქმევენ. და ერთი და იგივეა სულ ყველა. რომ ჩვენი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რა თქმა უნდა, ის რაც მოხდა, მაგრამ ამავდროულად ხელისუფლებამ უნდა აგვიხსნას ჩვენ, იყო თუ არა ეს სახელმწიფო უსაფრთხოების თემა, ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობის თემა. ჩვენ ამას გავიგებთ, ნამდვილად გავიგებთ, ეხლა ხელისუფლებაში სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობები რო უკავიათ ამ პარლამენტში რო არიან, იმაზე ნაკლები გონიერება არ აქვს ჩვენ და მივხვდებით და აღვიქვამთ რაღაცას, ქვეტექსტებით მაინც გვითხრან ეს და ასე გაგვაგებინონ, თუ ეს არის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების თემა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების დაცვა. მე ამას ძალიან მაღლა ვაყენებ, მაღალ დონეზე ვაყენებ, მაგრამ ამავდროულად მახსენდება დემეტრი თავდადებული.
თუ საქართველოს მომავალს ჭირდება ზვარაკად შევწირო ხა ძინარაშვილის ზადავარ რომ მე შევეწირო ზვარაკად ამას მაგრამ უნდა გვითხრან ეს ასე არის თუ არ არის თუ უბრალოდ მოპარეს ადამიანი და წაიყვანეს და მინისტრმა არ იცის პრემიერ-მინისტრმა არ იცის ამან არ იცის იმან არ იცის მაშინ რაც იციან ის გააკეთონ წავიდნენ და რაც იციან ის გააკეთონ გაგცვლიან 1-2 ბარელ ნავთობში და მე როგორ მოგეწონებია დიდი მადლობა ნიკა გისმენთ და ლაშა დაასრულებს იცით რა თამარ კორძაიას უსმენდი და იცით რა არის, როდესაც პრინციპული და ობიექტური თუ ხარ ყველა ხელისუფლებაშიც რო ხარ ესეთივე უნდა იყო რა. ხელისუფლებაში რო იყვნენ ბიძინა ივანიშვილის სახელზე დღეში 100 მეტანიას რო აკეთებდნენ, მაშინ არ ახსენდებოდა ეს კრიტიკული. კორძაიაზე მე მგონი ნაკლებად იქ. ნუ კორძაიას იყო და ხიდაშელიც და ეხა ცოტა ისეთ განცხადებები რაღაც ლოგიკაში არ ჯდება და ეხა აი ლოგიკაზე იყო ძალიან ბევრჯერ საუბარი. იცით აი მე პირადად ვერ დავიჯერებ იმას და აი ლოგიკაშიც არ ჯდება ხელისუფლება რომელმაც ახლახანს მიიღო იგივე უვიზო მიმოსვლა აქ ჩატარდა საკმაოდ წარმომადგენლობითი ნატოს ღონისძიება და ეხლა ესე იგი თავის თავს იკლავს ეს არის ხარაკირი ადგა კრიმინალურმა პოლიციამ ქუჩიდან მონდოსკი არ მოეწონა დღისით მაგრამ ქუჩიდან ადამიანს იტაცებენ ისე რომ გაგებაში არ არის მე ის არ მომეწონა რომ დღისით მზისითაც არ შეიძლება და არც გამით არ შეიძლება და არასოდეს არ შეიძლება მე ვთქვი ჩემი პოზიცია რომ ჩვენ უნდა დაველოდოთ გამოძიება 60 დღეში ეხლა აბესაძე რო იყო აქ ჩართული ნაციონალებიდან ჩვენ ამ საქმეს გავხსნით ვიცით ისინი როგორ ხსნიდნენ საქმეებს მათი სტილი ეხა ეს რაღაც ინტერაქტივი რო არის ჩვენ ხელისუფლების გამოძიების და რაღაცა ვერსია ჩვენ არ მოგვისმენია ეს არის აზერბაიჯანული ვერსია რომლებიც საუბრობენ რა მოხდა ხელისუფლებას არავითარი ვერსია არ შემოუთავაზებია რა მოხდა ამიტომ იცით რა არის ნუ გამოვრიცხავთ პროვოკაციებს ნუ გამოვრიცხავთ იმას იმიტომ რომ პრესაში იწერებოდა რომ ეს ადამიანი მე კიდე ძალიან წუხვარ რაც მოხდა მაგრამ შესაძლოა დიდი პროვოკაციის ხერხული იყო ჩვენ ისეთ რეგიონში ვცხოვრობ ძალიან ბევრ სულს რომ საქართველოს და აზერბაიჯანი ერთმანეთს შორის იყვნენ დაპირისპირებული და აი აქ ბონდო თქვა საინგილოსთან დაკავშირებით და მე აი ჟურნალისტებს ვეტყოდი რომ აი უმორჩილესავთ ხო იმიტომ რომ მეც მომართავენ საინგილოდან ადამიანები დაინტერესდნენ იქაური ადამიანები მადლობა დაასრულებს ლაშა ეს დიდი თხოვნა მექნება მადლობ ლაშა გისმენთ ხო, ნუ იცით რა, მე არ მინახა კამათში გადავიდეს ეს, ანდა თავიდანვე რო ქონოდა ეს ფორმატი რო გვეკამათა, კარგი იქნებოდა, იმიტომ რომ რაღაცები ისეთები უცნაური რამეები მესმის, რაც ჩემ ცოტა გაუგებარია, ხა მე მაგალითად ვერანაირი სახელმწიფო ინტერესში ვერ ჩავატევ საქართველოს მოტაცებას ადამიანის ბონდო და ხა გულწრფელად რო გითხრათ, ხა ჩვენ არ გვჭირდება ეს და ეს არ არის ამის გამართლება არ შეიძლება. არა, მე კი არ ვამართლებ ლაშა. თუ არა, მაშინ რა უნდა ქნას თვალი დახუჭა ამის გამო, ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობა რო არ გახუჭებულიყო და ალიევის კატეგორიული არ უნდა დახუჭოს რაღაც ეგეთებზე არ უნდა ხრას ეს რომ არ უნდა დახუჭოს. ხო და მე მაქვს იმედი გულწრფელად გეუბნები რომ ეს მაღალ დონეზე არ იყო ეგეთი რამე. ეხლა ამას ხო ისე ვამბობ ძალიან გახსნილად, იმიტომ რომ არც ერთი ნორმალური ქართველის პატრიოტის ინტერესში არ არის რომ ასეთ რაღაცაში იყოს ჩართული მისი მთავრობა არავის ინტერესში არა ვიღაცა შეიძლება მისი ხელისუფლების რაღაც გოლში ვიღაც ჩართულია აგენტი არა აგენტი ეს სხვა თემაა მაგრამ მე პირადად არ ამჯერა მე არ ამჯერა რომ პრემიერ-მინისტრი იჯდა და გეგმავდა ეხლა ამაზე ამჯერა ნამ პირდაპირ ვიძახი. და იმის გჯერა მაგრამ ის რეაქციები რაც აქვს დღეს მთავრობას, ეს არის რა რეაქციები, იცი რომ ან საერთოდ დაიბენი და ვერაფერს ვერ ამბობ, ან რაღაცა იცი და ვერ ამბობ. ამიტომ მე რა მგონია, იცი რომ თავმოყარე მთავრობამ არ უნდა დაუშვას ესეთი რა ვინც არ უნდა იყოს და ყოველთვის ამას ვამბობდი ამ დღეების განმავლობაში რომ ბოდიში თავმოყარე მთავრობა როგორ იქცევა იცი სუსტი ხარ ცოტა ფული გაქვს ამას მნიშვნელობა არ აქვს ფულზე არ არის გაზზე და ნავთობზე შენი თავმოყარეობა იცი რა არის რომ წითელი ხაზი არავინ არ უნდა გადალახოს შენ ქვეყანაში პატარა ხარ მაგრამ რაღაცები ადამიანები არ უნდა გაიტაცონ ადამიანის გატაცებაში მონაწილეობა ხა ლავრენტი ბერიაზრო არ არის რა ეს სხვა დროა დავასრულებ ინგა თუ შეიძლება ამას ჭირდება ამას ჭირდება ესეთი რამე რა
რა ვერსიებიც არის, ნებისმიერ ვერსიაზე არის შესაბამისი პასუხი რა. თუ პროვოკაციაა, რაზედაც ანუ ის თავისით გადავიდა, რაღაც მოატყუეს რაღაცა, ამდენი ხანი არ უნდა დაჭირვებოდათ მათ. შესაძლოა იმას ესე ჯერა, მე არანაირად არ ამჯერა, რომ ეს აზერბაიჯანელი ცუდი ადამიანია რა. ამჯერა, იმიტომ რომ მილიონ კაც ვიცნობ, ვინც მას იცნობს, პოზიტიური აზრი აქვს ყველას. ამიტომ, არა, ქრისტე არ არის, კარგით რა, ეხლა არა, რატო აგრევთ, ეხლა რატო აგონიათ? დაკავთ ეს დისკუსია, მოდით რა. არ გვინდა რა, არ ვიდაოთ. ნიკა, მე ჩემს დროს გადავაცილე და კარგით რა, ეხლა თქვენ გინდათ თქვათ, რომ იქნებ გიჟია, იქნებ აფერისტია, იქნებ სუდია. მე შესაძლოა, მეც გეუბნები და თუ არის პროვოკაციის ხვეპლი, თავმოყვარე მთავრობამ 4 დღის განმავლობაში უნდა წარმოადგინოს ამის მტკიცებულებები. მით უმეტეს რომ რუსთავიორმა გაარჩევა. თელმა ქვეყანამ ილაპარაკოს, რომ ესეთი ტონი საქმე არ იქნება. კარგით რა, გავიგე რომ თქვენ გინდა დაიცვა. თქვენზე მეტად მე მინდა დავიცვა რა, თქვენზე მეტად მე მინდა დავიცვა. ეს ნაციონალების დროს იქნებოდა 4 დღეში საქმე. მითხარით ნებისმიერი აი კარგი დავასრულებ რა, გავიგე თქვენ სულ დასრულოს რა ყველაფრის ექსპერტი ვარ ხართ იურიდიულ სულ იცავ თავრობას. არა, არ იცავ, სულ იცავ თავრობას. თქვენ იცავ სულ თავრობას. იცით რა თქვენ არასწორად გავიგე რა, გაჩერდით რა, მე ხარ იქნებ ნაციონალობა და ამაბრალებს. ნიკა, ერთი გადაცემა და მეორე თუ ლაპარაკია საკუთარი ერთი წუთით რა, საერთოდ არ მინდა ხა თქვენთან. ბრიტანეთში 4 დღეში იხსნება და ამერიკაში. იცით რა, ეს არის განსაკუთრებული სიტუაცია რა. თუ შენმა სპეცსამსახურმა ვიღაცამ რაღაცა გააკეთო, უნდა იმას აგებინო პასუხი. თუ ამას აკეთებს სხვა ქვეყანას, იმასაც უნდა მოთხოვო პოლიტიკური პასუხი. ეს არის ჩვენი ღირსების თემა ნამდვილად დღეს რა. ეს უნდა გააკეთოს ჩვენმა მთავრობამ. რადაც არ უნდა უჯდეს, უნდა ვაჩვენოთ თელ სოფლიოს, ჩემო ბონდო. უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ გაგვაჩნია ღირსება, ამ ქვეყანას გააჩნია ღირსება რა. დიდი მადლობა და აი, როდესაც არის გამოძიებაზე საუბარი. დიდი მადლობა ლაშა. რუსთავიორს ჰქონდა რეპორტაჟი და ბელაკვნის სასაზღვრო გამშვებპუნქტთა მცხოვრებლები ამბობდნენ ამ რეპორტაჟში, რომ საზღვრის გადაკვეთა კონტროლის გარეშე არის შეუძლებელი და თქვეს, რომ ორი ქვეყნის გამყოფი მწვანე საზღვარი მესაზღვრეების გარდა ვიდეო კამერებითაც კონტროლდება. მე უნდა დავასრულოთ ჩვენი გადაცემა. ინტერაქტივის პასუხებს ხედავთ თქვენ, როგორი არის ჩვენი მაყურებლის დამოკიდებულება, გამოძიების კი არა და ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ ოფიციალურ ვერსიასთან და კიდევ ერთი ინფორმაცია, Sokar Energy Georgia ავრცელებს განცხადებას, რომ Sokar Energy Georgia-ს უსაფრთხოების სამსახური საქართველოსთან გატაცებულ აზერბაიჯანელ ჟურნალისტ ავგან მუხტარლის უთვალთვალებდა თითქოს ეს სიმართლეს არ შეესაბამება. გარკვეული სააგენტოების მიერ ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ხდებოდა ჩვენს მიერ თვალთვალი, ვინმე ავგან მუხტარლიზე ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე და ცილისწამება არ შეესაბამება სინამდვილეს და Sokar Energy Georgia-ს მომხდართან არანაირი კავშირი არ გააჩნია. ამ ინფორმაციას უკვე პირველი არხი ავრცელებს. მე მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს გადაცემაში მონაწილეობისთვის. გემშვიდობებით სამშაბათამდე წინ ახალი ამბები TV პირველზე. სამშაბათს მთავარი თემით საღამოს 8-ზე ეთერში ვართ, ნახვამდის.